განათლების და ჯანდაცვის მინისტრებმა ქედის მოსახლეობას წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს. სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმაც და აღნიშნა, რომ დასაქმების ბაზრის კვლევა დაიწყება. სააგენტოს პოლონელი კოლეგები გაუწევენ დახმარებას. მარშალის ოფისმა რეგიონისთვის უკვე მოამზადა 85,000 ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედება. მანამდე კი ქართველი სოციოლოგები პოლონეთში ტრენინგებს გაივლიან. სააგენტოს მონაცემებით აჭარაში ამჟამად 14,000-ზე მეტი სამსახურის მაძიებელია დარეგისტრირებული. რომ ჩვენ ვიწყებთ შრომის გაზრის კვლევას, რომელიც წლების განმავლობაში არ ტარდებოდა და თუ ტარდებოდა ეს ძალიან მცირე მასშტაბით და ეპიზოდური, შესაბამისად არ არსებობდა მსხვილი ინფორმაცია სამშობლოძალის მოთხოვნაზე, არ იყო სისტემატიზებული ინფორმაცია დეფიციტურ სპეციალობებზე. რეგიონის ეკონომიკური განვითარების დაჩქარება შესაბამისად დამოკიდებული არის სამშობლოძალის ოდენობაზე, მოთხოვნაში მიწოდების შესაბამისობაზე. სწორედ აი ამისათვის ჭირდება სპეციალიზებული კვლევა, სოციალური გამოკითხვა, რომელიც ტარდება ინტერვიუ ანკეტირების მეთოდით. აღნიშნული ინფორმაცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ, კარგი იყო, ინფორმაცია სრული იყო, ქონდა გარკვეული კითხვები, რომლებსაც მივიღეთ ნაწილობრივ პასუხები. ამ ინფორმაციას შევაჯერებთ, გავიტანთ მოსახლეობაში, დაინტერესებულ პირებს გავაცნობთ და იმედია წარმატებული იქნება ისევე როგორც გასული წლების პროგრამები.